მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ სად და რა შემთხვევებში გამოვიყენო in, on, at. დავიწყოთ in. როდესაც საუბრობთ დიდ ტერიტორიაზე. რა არის დიდი ტერიტორია? სამყარო. We are in the universe. აგრეთვე დიდი ტერიტორია, ქალაქი, ქვეყანა. I'm in Georgia. ასევე, როდესაც საუბრობთ დახურულ სივრცეში, შიგნით. I'm in the kitchen. I'm in my room. I'm in the restaurant. ნიშნავს რესტორანში შიგნით. შეიძლება ტრანსპორტს ვიყენებთ ისეთ ტრანსპორტთან, სადაც ფეხზე ვერ უდგებით და სიარული არ შეგვიძლია. I'm in the car. I'm in the taxi. შემდეგი გამოყენება არის თვეები, წლები, სეზონები, ათასწლეულები. საუკუნეები. In spring, in autumn, in summer, in 2005 და აგრეთვე დღის მონაკვეთები. In the morning, in the afternoon, in the evening და გამონაკლისი არის at night. რაც შეეხება on. On არის რაღაცის ზედაპირზე, ზევიდან. მაგალითად, on the table, on the wall, on the second floor, on the beach. რაც შეეხება ტრანსპორტი, სადაც გვიძლია ადგომა და გავლა, ვიყენებთ აგრეთვე on. On the bus, on the plane, on the train. On-ს აგრეთვე ვიყენებთ დღეებთან. On Monday, on Saturday, on Sunday. და თარიღებთან on March 1st, on May 5th, on July 11th. და on კიდევ გამოიყენება დღესასწაულებთან. თვითონ იმ კონკრეტულ დღეებზე. On Christmas Day, on Easter, on your birthday, on Mother's Day. და on გამოიყენება ქუჩებთან. მაგალითად, I'm on the street. ქუჩაში ვარ. On აგრეთვე გამოიყენება წყობილობებთან და პროგრამებთან. ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი, ტელევიზორი, on TV, on Facebook, on Instagram, on the phone, on the internet. ახლა კი გადავდივართ at. at გამოიყენება ზუსტ ლოკაციასთან. წარმოიდგინეთ, ვიღაც გეძებთ რუკაზე და თქვენ ეუბნებით თქვენს ლოკაციას. მაგალითად, რესტორანში ლოკაცია. I'm at the restaurant. და ეს არანაირად არ გულისხმობს შიგნით ყოფნას. უფრო მეტიც, არც კი გვაინტერესებს. უბრალოდ, მე ადამიანს ვაწვდი, როგორ მიპოვოს რუკაზე. I'm at school. I'm at work. I'm at home. I'm at the bus stop. I'm at the airport. at აგრეთვე გამოიყენება საათებთან. At 5, at 6:30, at midnight, at noon, at the moment. The meeting starts at 5. I go to bed at midnight. at აგრეთვე გამოიყენება ღონისძიებები, აქტივობები, შეკრებები. At the party, at a meeting, at a conference, at a concert, at a wedding, at the gym. I met her at the party. I saw him at the wedding. I was at the concert. სრული მისამართი თავისი ნომრით. მაგალითად, I live at 25 King Street. The office is at 14 Oxford Street. ქუჩა არის on, თუ კონკრეტული მისამართი არის at. ზუსტ წერტილში. მაგალითად, look at the board. Stand at the door. He's at the front desk. She's at the window. at აგრეთვე ფასის ნიშნული, ტემპერატურა, სიჩქარე. The temperature is at 20 degrees. at აგრეთვე გამოიყენება რაღაცის დასაწყისი. At the beginning of the movie. At the end of the story. მახსოვარეთ ფრაზები. At all, at first, at last, at least, at times, at your service. დანულ ინგლისურში გამოიყენება at the weekend, ხოლო ამერიკულში on the weekend. ახლა მოდი ყველაზე გავრცელებული ცნობის მაგალითები ვთქვათ. At your birthday. No.
It's your birthday party on your birthday. Birthday არის კალენდარული დღე. თუ არის როგორც ღონისძიება წვეულება არის birthday party. In 7 o'clock. არა. At 7 o'clock. Where are you? I'm at the restaurant. Inside? No, I'm at the door. ანუ, ნახეთ, მე ხო რუკაზე, ჩემი ადგილი ვუთხარი, რომ რესტორანში ვარ. შემდეგ მან მკითხა, შიგნით ხარო? და მე ვუთხარი ზუსტი წერტილი, კართან. I'm at the door. Where did you meet him? I met him at the wedding. წინაზე ხო ვთქვით კი დღესასწაულებთან ვიყენებთ on. მაგრამ მე თუ ვგულისხმობ რაიმე შობის წვეულებას, მაშინ ვიყენებ at. At the Christmas party. It's the New Year's party. მაგრამ თვითონ დღეებთან on Christmas Day, on New Year's Day და ასე შემდეგ. წინდებულებზე სულ ეს იყო, შესაბამისად თუ რაიმე კითხვა გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში.